მოგესალმებით. შეიძლება ოქროს ვარსკვლავები ვერ დავკიდო, მაგრამ რასაც დავპირდები ამ მომრჩეველს, ყველაფერს შევასრულებ. ასე მიცხოვრია და ასე ვაპირებ ცხოვრებას. აცხადებს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კახი კალაძე. დაუჯერებს თუ არა ამ მომრჩეველი კვლავ ქართული ოცნების კანდიდატს, მაშინ როცა 2012 წელს გაცემული დაპირებების დიდი ნაწილი დღესაც შეუსრულებელია. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როცა თბილისისთვის ბრძოლაში დავით ნარმანია საკუთარ გუნდს დაყავდა კამპანიისას, დღეს როგორც ჩანს უკვე ქართული ოცნება აპირებს აქეთ ჩაებას თბილისის მერობის კანდიდატს კახი კალაძეს. გვიყურებს TV პირველის მაყურებელი, გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი FM-ზე 94.7. ესაა რეაქცია, რომელსაც ყოველ სამშაბათს და პარასკევს წარმოგიდგენთ მე, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. სახელისუფლებო გუნდმა არჩევნებზე ყველაზე მძიმე წონიანი ლიდერი გამოიყვანა. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტი იმას, რომ ქართულ ოცნებას არ ქონდა დიდად გამარჯვების იმედი და მთავარი ძალა გამოიყვანა. გახდება თუ არა კალაძე გუნდისგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა მერად არჩევის შემთხვევაში. რატომ არ ესწრებოდა მთაწმინდაზე კახი კალაძის წარდგენას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ზუსტად 3 წუთში ოცნების დედაქალაქის მერობის კანდიდატი რეაქციის კითხვებს ამ სტუდიაში უპასუხებს. რა იქნება მისი მთავარი დაპირება? აპირებს თუ არა კალაძე დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებას და როგორ წარმოუდგენია იმ ქალაქის მერობა, სადაც 10,000-ობით ადამიანი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. დედაქალაქში ნარმანიას მმართველობა სრულდება. დაიწყება თუ არა კალაძის მმართველობა? ვის მიიჩნევს მის მთავარ კონკურენტად და განიხილავს თუ არა კახი კალაძე მეორე ტურის შესაძლებლობას? და აქვე ჩვენი ინტერაქტივი, რომელსაც წარმოგიდგენთ კომპანია გლობალსელი. გყავთ თუ არა უკვე ფავორიტი თბილისის მერის არჩევნებში? ჩვენ გვაქვს უფლება გქონდეს ჩვენი რეაქცია. Solo Calazze, tiro, gol! Cacca per Calazze! Cacca per Calazze! Ed è gol! Scusa, chi è che ha segnato? Scusa, chi ha segnato? Pare che abbia fatto gol Calazze! ფეხბურთის ვარსკვლავობიდან პოლიტიკაში, თავრობიდან თბილისის მერობისკენ, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, როცა თბილისისთვის ბრძოლაში დავით ნარმანია გუნდს უკან მიხვებოდა, ამჯერად ქართული ოცნება მიყვება საკუთარ კაპიტანს, გუნდის ყველაზე გავლენიანი მინისტრი კახი კალაძე ახალი გოლის გასატანად ემზადება. ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. თბილისი გაიმარჯვებს. ის გამარჯვებებსაა მიჩვეული ფეხბურთშიც და პოლიტიკაშიც. 5 წლის მანძილზე გუნდში ბევრი შეიცვალა, ის არც ერთხელ გაიმარჯვებს თუ არა ამჯერადაც 3 პრემიერის რეალობაში შეუცვლელი ვიცე-პრემიერი. რავან სცენაზე მდგარი თბილისის მერობის კანდიდატი მთაწმინდაზე და პოდიუმს ქვევით მყოფი ჯერ კიდევ მოქმედი მერი, რომელსაც კახი კალაძე სხვებთან ერთად უხსნიდა, როგორი უნდა იყოს ოცნების თბილისი. აი ამ ქალაქში ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს, ვინაიდან ყოველთვის ვიცოდით, როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ. რა მოლოდინით გადის თბილისის არჩევნებზე, ვინ მიაჩნია მთავარ კონკურენტად? რატომ არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი მის წარდგენას დიდი ბრძოლის წინ? იქნება თუ არა ლიდერისგან დამოუკიდებელი? რა გუნდით მივა თუ დედაქალაქის არჩეული მერი გახდება? რა პასუხი აქვს ოპონენტების ბრალდებებზე? რას უმიზნებს თბილისის მერობის შემდეგ? რა სიტყვის ოცნების მიღწევებსა და შეცდომებზე 5 წლის თავზე დღეს საღამოს 8-ზე კალაძე და ოცნების თბილისი. კახი კალაძის რეაქცია TV პირველზე. თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი. ჩვენი გამარჯვება, თბილისის გამარჯვება. მაშასე დავიწყოთ გვიყურებს TV პირველის მაყურებელი, გვისმენს რადიო მაესტროს მსმენელი, FM-ზე 94.7. გყავთ თუ არა ფავორიტი თბილისის მერის არჩევნებში? ესაა ჩვენი ინტერაქტივი. დიდი ფეხბურთიდან დიდ პოლიტიკაში, თავრობიდან თბილისის მერობისკენ, ეს კახი კალაძეა, მე მას მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა ბატონო კახა, რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. როგორ განდებით? ხო, დაბრძანდით.
ბევრი შეკითხვა, რომელიც მინდა რომ დაგისვათ იმის მიხედვით, რომ ის საშუალებასაც მოგცემს მოკლედ ჩვენი გადაცემის ქრონომეტრაჟი, სანამ გადავალ ინტერვიუზე, მინდა სულ ბოლო ამბებიდან გამომდინარე დაგისვათ კითხვა, რომელიც 2 დღის განმავლობაში, რომელზეც მინდოდა რომ მომესმინა თქვენი პასუხი, ხანძარი, რომელიც კვირას გაჩნდა ელიავას ბაზრობაზე. ჩვენ იქ ვნახეთ ბევრი პოლიტიკოსი, ზოგი არჩევნებში მონაწილეობს, ზოგი არ მონაწილეობს, შემდეგ მათ გააკეთეს განმარტება, რომ როცა ასეთი რამ ხდება, იქ აუცილებლად უნდა მივიდეს პოლიტიკოსი, რატომ არ ჩათვალეთ საჭიროდ რომ მისულიყავით? პირველ რიგში მოგესალმებით, ალბათ უნდა მივესალმებით ტელემაყურებელს, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას, ახალგაზრდებს. რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას, მე დავიწყებდი იქედან, რომ ძალიან წუხვარ გულწრფელად დაზარალებული ადამიანები, ძალიან მძიმეა ის, რაც მოხდა, თუმცა საბედნიეროდ კარგია ის, რომ სხერფლი არ არის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა გადაუხადო მეხანძრეებს, იქ მომუშავე ადამიანებს, ვინც იმ ხნის განმავლობაში მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხანძარი დროზე ჩაეკროთ. თვითონ იქ მისვლას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი, რადგან წინა დღეს ვიყავი წარდგენილი და როდესაც მერობის კანდიდატი მიდის და ზურგს უკან ფონად არის წელსწაკიდებული ბაზრობა, გაუბედურებული ადამიანები, დაზარალებული ადამიანები და კამერების წინ კეკლსო, მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა ჩემი მხრიდან არასწორი. დედაქალაქს ყავს მერი, ყავს ქალაქის სამსახურების ხელმძღვანელები, ვინც ადგილზე იმყოფებოდა, ადგილზე იყო მობილიზებული მეხანძრეები, მაშველები და მაქსიმალურად ყველა სამსახური იყო მობილიზებული. ისე გამოდის ბატონო კახა, რომ წინა არჩევნებზე თუ ქართული ოცნების გუნდი თავად მიუძღოდა წინ საკუთარ კანდიდატს, მე თუ არ ვცდები ორჯერ გაუსვია მას ხაზის შესავალში, მაგრამ ეს ფაქტია, ხო? ნარმანია მიყვებოდა უკან გუნდს. ეხლა ისე გამოდის, რომ თქვენ მიდიხართ წინ და უკან მოყვება თქვენი გუნდი. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება დამჭა. რატომ გისვამთ ეხლა ამ კითხვას? რატომ გახდა საჭირო, რომ თქვენი სახით ყველაზე ძიმეწონიანი ლიდერი გამოეყვანა სახელისუფლებო გუნდს ამ ბრძოლაში? იმიტომ ხომ არა, რომ მაგალითად ხელისუფლებაში მოსვლიდან 5 წლის თავზე აღარაა ქართული ოცნება დღეს ისეთი პოპულარული და შესაძლებელია აღარც ქონდა თქვენს გუნდს გამარჯვების იმედი და გადაწყდა, რომ კალაძე გამოსულიყო ამ წინასაარჩევნო ფრონტზე. ინგა იმედს რაზეც თქვენ საუბრობთ ახლა, ეს იმედი შედგება სხვადასხვა კომპონენტისაგან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის რეიტინგი, კანდიდატის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარტია, მხარდამჭერები და ასე შემდეგ. ეს ერთის გამოკლებით ძალიან რთული იქნება, ამიტომ ეს კომპლექსურად არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ რატომ შეირჩა კახი კალაძე, მე გამიჭირდება ახლა ამაზე საუბარი და ჩემ თავზე ვისაუბრო, მე ვფიქრობ, არ იქნება სწორი და ლამაზი, ალბათ ჩემი თანაგუნდელები თუ ისაუბრებენ, თუ რატო იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული. მე გეტყვით რატოც იყო, ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, იმიტომ რომ გუნდის ყველაზე გავლენიანი მინისტრი, ყველაზე წონიანი პოლიტიკურად ფიგურა მთავრობაში, რომლის იმედადაც მე ესე მეჩვენება, რომ გადის დღეს ქართული ოცნება. მე, როდესაც 2012 წელს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ენერგეტიკის მიმართულება ჩამბარებოდა, ეს იყო ძალიან რთული, ძალიან მნიშვნელოვანი დარგია ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და აი გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში მართლა ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბური გრანდიოზული პროექტები განვახორციელეთ, ეს არის გენერაციის წყაროები, ელექტროგადამცემი ხაზები, ეს არის გაზიფიცირება, ეს არის უშუქო სოფლები, რომელიც ყველაზე დიდი პრობლემა იყო და 21 საუკუნეში 32 უშუქო სოფელი იყო საქართველოში, სადაც 20-25 წლის განმავლობაში ადამიანებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ და შეიძლება და მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ამ მიდგომებით იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი გუნდის მხრიდან და ეს გადაწყვეტილება მიიღო პრემიერ-მინისტრმა ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა, გუნდის ლიდერმა. ანუ ეს იყო გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება, ეს ძალიან საინტერესოა, ზოგადად ვის ეკუთვნოდა იდეა. ანუ გიორგი კვირიკაშვილის დავუშვათ ბიძინა ივანიშვილის თუ თქვენ თავადვე გამოთქვით ამის სურვილი და კიდევ ერთი თუ შეგიძლიათ ეხლა მოგვიყვეთ, ძალიან საინტერესოა ყოველთვის ესეთი კულუარული დეტალი, აი ვინ გითხრათ პირველად როგორ შემოგთავაზეს და თქვენი რეაქცია რა იყო დავუშვათ ამაზე. მე ღიად ვისაუბრებ, აქ დასამალი არაფერი არ არის, ეს იყო გიორგი კვირიკაშვილის იდეა. არჩევნების შემდეგ პირველი შემოთავაზება იყო პარლამენტის თავმჯდომარეობა, რაზეც მე პირადად
ვარი ვთქვი ამ მოწვევის პარლამენტზე და ახსენი თუ რატო ვთქვი ვარი მე სადაც ვერ ვხედავ ჩემი შესაძლებლობების გამოვლენებას მე ნამდვილად ვერ ავიღებ იქ პასუხისმგებლობას და გიორგის უთხარი რომ უკეთესი იქნებოდა თუ სხვა კანდიდატურა იქნებოდა შერჩეული პარლამენტის თავმჯდომარეობაზე რადგან მე არ მქონდა იმის შესაძლებლობა და უნარებიც ყოფილიყავი პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგ გიორგის შემოთავაზება იყო ცოტა ხნის მერე რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა თუ წარმადგენდნენ მერის კანდიდატურაზე მე დავთანხმდი კარგად მაქვს გააზრებული ის პრობლემები ის პასუხისმგებლობა თუ რას ნიშნავს იყო შენი დედაქალაქის მერი მე კარგად მესმის ყველა ის პრობლემა რომელიც აწუხებს დღეს თბილისს რომელიც აწუხებს თბილისში მცხოვრებ ადამიანებს და მე ჯერავს რომ ჩემ გუნდთან ერთად ჩვენ შევწევს იმის ზალა რომ ყველა ეს პრობლემა მოვაგვაროთ და აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა შევქმნათ 4 წლის თავზე დედაქალაქში. მე გუნდთან დაკავშირებით იგივე თბილისის განახლებასთან დაკავშირებით ეს ძალიან საინტერესო აქცენტი იყო პირადად ჩემთვის ოდნავ მოგვიანებით დაგისვამთ კითხვას მანამდე აი ბძანეთ რომ კვირიკაშვილისგან წამოვიდა ეს ინიციატივა საინტერესოა რა რეაქცია ქონდა დაუშვათ ბიძინა ივანიშვილს ამ თემაზე თუ ქონიათ მასთან კონსულტაცია ჩარეული არ ყოფილა და ბატონ ბიძინა არ ერევა გადაწყვეტილებებში ეს მიზანმიმართული კამპანია იმასთან დაკავშირებით რომ აი ბატონი ბიძინა მართავს მთავრობას პრემიერ-მინისტრს მინისტრებს მინისტრთა კაბინეტს ეს არის ძალიან დიდი ტყუილი ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია რომელსაც პირდაპირ თქვა ეხლა ხო ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ ამას ავრცელებს ნაციონალური მოძრაობა თავისი მედია საშუალებების მეშვეობით რომ უნდათ რომ მოსახლეობა დაარწმუნონ იმაში რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას ეს ასე ნამდვილად არ არის ეს ადამიანი იყო პრემიერ-მინისტრი იყო ქვეყნის პირველი პირი და მან თავადვე მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკიდან გასულიყო და ეს ჯერ კიდევ 2011 წელს ამასთან დაკავშირებით მან განცხადება გააკეთა როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსულიყო დაპირისპირებოდა სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს ამ ადამიანის ირგვლივ გაერთიანდა სრულიად საქართველო და შესაბამისად წინასწარ ქონდა გაჟღერებული რომ ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ბევრს ესეც არ ჯეროდა და იყო ნიჰილიზმური განწყობები მასთან დაკავშირებით რომ აი მაინც ვერ მოიგებენ იყო იმედგაცრუება ოპოზიციის მხრიდან თუ გადავხედავთ წინა წლებს და ბევრს არ ჯეროდა თუმცა ამ ერთობამ და ერთსულოვნებამ ჩვენ 2012 წელს 1 ოქტომბერს დაგვიყენა შედეგი ის რომ კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში და ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის უდიდესი დამსახურება ამაზე მე მგონი არავინ არ დავთ და ამ ადამიანმა გადაწყვეტილება რომელიც თავადვე ქონდა წინასწარ გაჟღერებული მიიღო ცოტა გაუგებარია რადგან როდესაც ხელისუფლებაში მოდიან თავისი ნებით არ მიდიან ხოლმე და ამ ადამიანმა ეს ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა და რა თქმა უნდა დასაფასებელია თუმცა ის არის ძალიან დიდი გულშემატკივარი ქართული ოცნების დღევანდელი ხელისუფლების რადგან ძალიან კარგად ესმის ყველას ხო ამ ხელისუფლების წარმატება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წარმატებასთან ქვეყნის განვითარებასთან და ასე შემდეგ ბატონო კახი რატომ არ ესწრებოდა დაუშვათ ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდაძე თქვენს წარდგენას ყველა საინტერესებდა დამეთანხმებით არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა დაუშვათ იქნებოდა თუ არა იქ ბიძინა ივანიშვილი და რატომ გეკითხებით ამას წინა არჩევნებზე მაგალითად ჩვენ ვხედავდით თითქმის ყველა სოფელში რეგიონში ქალაქში როგორ დადიოდა ატარებდა იქ ჟურნალისტებთან შეხვედრებს და ღიად იყო ეს ადამიანი ჩართული წინა საარჩევნო კამპანიაში. ეხლა უკვე ვრცელდება ინფორმაცია რომ ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლებელია ის საერთოდ აღარ ჩაერთოს და აი ამ კონტექსტში იყო ის რომ არ ესწრებოდა მთაწმინდაძე თქვენს წარდგენას თუ რა რითი ხმავხსნათ. თვითონ არჩევნებში ჩართულობას რაც შეეხება მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბატონი ბიძინა არის ძალიან დიდი მხარდაჭერი ჩემი პირადად და პარტია ქართული ოცნების და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი წარმატება რა თქმა უნდა ამ ადამიანს გაუხარდება რადგან ეს ქვეყნის წარმატებასთან იქნება დაკავშირებული მე არ გამოვრიცხავ რომ მომავალში ჩაერთოს მან დააფიქსიროს ჟურნალისტებთან ტელევიზიებთან თავისი მოსაზრებები მე ამას არ გამოვრიცხავ ის არის ჩვეულებრივი ხარდამჭერი როგორც სხვა ნებისმიერი მაგალითად ხელოვნების წარმომადგენელი სპორტის წარმომადგენლები ასე რომ მომავალში არ გამოვრიცხავ იმას რომ ბატონ ბიძინა გამოვიდეს და თქვას თავისი მოსაზრებები კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ ბიძინა ივანიშვილზე და შემდეგ უნდა გადავიდე უკვე სხვა კითხვებზე
უეჭველი გექნებათ პასუხი. ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია, გავრცელდა ინფორმაცია მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და თქვენ რა შეგიძლიათ ახლა გითხრათ? ანუ იცით რომ ბოლოს 3 კვირა თუ არ ვცდები ეს თემა ძალიან ესე აქტიურად განიხილება. თუ გქონიათ მასთან ბოლო პერიოდში კონტაქტი, კომუნიკაცია და აი ამ შეკითხვაზე რას გვიპასუხებთ? ბატონ მიძან ძალიან კარგად გრძნობს თავს მტრების ჯინაზე. მე მესმის რომ ესეც მიზან მიმართულად ხდება ამ ჭორების გავრცელება და ამის გამავრცელებელი არის ნაციონალური მოძრაობა და მათი მედია საშუალებები. ჯერ კიდევ ვერ მოუნელებიათ ის რომ ამ ადამიანის თაოსნობით, ამ ადამიანების ჩართულობით ჩვენ დავამარცხეთ ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ დავამარცხეთ მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევთ პირობას რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდება ძალადობა, აღარასდროს არ დაბრუნდება ადამიანების შეურაცხყოფა და ასე შემდეგ. ეხლა არ მინდა წარსულში დაბრუნება. ყველამ კარგად ვიცით რა ხდებოდა წლების განმავლობაში. ბატონო კახი, თქვენს გამოსვლაში იყო ძალიან საინტერესო აქცენტი თბილისის განახლებაზე. ანუ თქვენ თქვით რომ ამ ქალაქს ჭირდება განახლება. მე თუ არ ვცდები Facebook-ზე დაწერა ყოფილმა მერმა გიგი უგულავა, მე მგონი ოცნებას ისევ მე მგონი ვარო თბილისის მერი, იმიტომ რომ განახლებაზე გააკეთეს აქცენტიო. მითხარით შეიძლება მე გავიგე არასწორად, მაგრამ მე ასე გავიგე, რომ თქვენს ამ გამოსვლაში თქვენ თქვით ამ სიტყვებით რომ განახლება არის საჭირო, რომ ნარმანიამ არ გააკეთა დაუშვათ ყველაფერი, ისი მოლოდინით შეიძლება ქონდა გუნდს და არ შექმნა სიტუაცია ამ ქალაქში ისეთი, როგორზეც თქვენ ამბობთ, რომ ესეთი უნდა იყოს თქვენი ოცნების თბილისი. ანუ ნარმანიას რომელიც იქვე იდგა და სოზარ სუბარსედო ესე მხრებზე ხელი თითქოს ამშვიდებდა, ესე ყოველ შემთხვევაში კაცი ესე ჩანდა. ამითი დაარტყით თქვენ ამ არა, არავითარ შემთხვევაში თქვენ ალბათ თუ მოусმინეთ ჩემ გამოსვლას, მე დათოს მადლობაც გადაუხადე და გულწრფელი უნდა ვიყო. ნამდვილად ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა დედაქალაქში ამ 3 წლის განმავლობაში, რაც მოხერხდა და რაც მოესწრო, უამრავი საქმე არის გაკეთებული. ეს შემიძლია ჩამოთვალოს სხვადასხვა პროექტები, რომელიც მართლაც მნიშვნელოვანი იყო და ნამდვილად კიდევ ერთხელ მადლობა მინდა დათოს და მის გუნდს გადაუხადო ზოგადად მერიის თანამშრომლებს, რადგან მათ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ. არ იყო რთული უგულავას მერობის შემდეგ გაგეგრძელებინა მუშაობა, რადგან ხშირად იყო ასე ვთქვათ საბოტაჟის კონკრეტული ფაქტები და ყველაფერი ეს გარკვეული დრო დაჭირდა, რომ ეს ცვლილებები განხორციელებული იყო და 3 წლის განმავლობაში რაც შესაძლებელი იყო უამრავი რამე გააკეთა დათომ. სხვა არის როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის კომუნიკაცია და ამ ყველაფრის მიტანა დედაქალაქის მოსახლეობამდე. აი აქ მართლა სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ეს მარტო მერიას არ ეხება, ზოგადად თავრობის პრობლემაც არის და ჩვენ მოგვივიდა ისე რომ ერთი უკიდურესობა გვჭირდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს არარსებულ რაღაცეებს ხსნიდნენ და სამჯეროდ ხჯერ ხსნიდნენ ერთი და იგივე ობიექტებს და გადავარდით მეორე უკიდურესობაში, რომ საერთოდ არაფერს არ ვლაპარაკობთ იმ განხორციელებულ და გაკეთებულ პროექტებზე. თუმცა რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებ დათოს და მერიას, ეხლა საზოგადოება ვითარდება, ყველაფერი წინ მიდის. დღეს უკვე სხვა მოთხოვნები აქვს დედაქალაქის მოსახლეობას, სხვა მოთხოვნებია უბრალოდ ზოგადად ქვეყანაში. აი მოდი ჩვენ გადავხედოთ რა ხდებოდა 2012 წლამდე, რა იყო ძირითადი მოთხოვნები, ხო? ძირითადი მოთხოვნები იყო ის, რომ ადამიანებს ექცეოდნენ არაკანონიერად, იჭერდნენ ყველას, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება ჰქონდა. ანუ ადამიანის უფლებების მიმართულებით უფრო მეტი იყო მოთხოვნები, ის თუ რა ხდებოდა ციხეებში და ასე შემდეგ. არ მინდა, აი კიდევ ერთხელ ყოველთვის ვერიდები დაუბრუნდე იმ პერიოდს, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა. დღეს უნდა ვისაუბროთ მომავალზე, რას გავაკეთებთ, როგორი იქნება ჩვენი დედაქალაქი, როგორი იქნება ჩვენი ქვეყანა, რომ მოსახლეობას დავანახოთ ის ოპტიმიზმი, დავანახოთ ის შესაძლებლობები. ბატონო კახი, მაგრამ აი უყურეთ თქვენ თავად ვეთქვით, რომ ადრე იყო ეს ადამიანის უფლებები, ხო? წინა ხელისუფლების მთავარი სისტემა იყო ადამიანის უფლებები, თქვენი ხელისუფლების მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა. ყველა გამოკითხვით ამ ქვეყანაში მთავარი პრობლემა არის სიღარიბე, უმუშევრობა. აი კითხვა, რომელიც ახლა მე თქვენ მინდა რომ დაგისვათ, მარტო თბილისში, რომლის მერობასაც თქვენ აპირებთ, 30,000 ოჯახი საარსებო შემწეობით ცხოვრობს და ყოველდღიურად უფასო სასადილოებში იკვებება დაახლოებით თუ არ მეშლება ციფრი 40,000-მდე ადამიანი. ანუ რისი თქმა მსურს თქვენი ხელისუფლების მთავარი პრობლემა ადამიანის უფლებები თუ მაშინ უფრო მწვავედ იყო, დღეს არის სიღარიბე. აი
თქვენი ამომრჩევლები ეხლა ვინც გისმენენ ალბათ თავისთვის ფიქრობენ რომ 5 წლის წინ როცა მე ვაძლევდი ხმას ქართულ ოცნებას მეგონა რომ მე აღარ შევჭამდი უფასო სასადილოში ან სამსახურს ვიშოვიდი რა გაქვთ ამ ადამიანებისთვის დღეს საქმე მოგახსენებთ ინგა მოდი შევთანხმდეთ იმაზე რომ პრობლემები რაც არსებობდა მე ერთ კონკრეტულ მიმართულებას გავუსვი ადამიანის უფლებებს ხაზი თუმცა აქაც უნდა ვაღიაროთ და ვთქვათ რომ ეკონომიკური და სოციალური მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობა იყო ქვეყანაში ერთი იყო ის რომ როდესაც ჩარდავდი ნაციონალური მოძრაობის მედია საშუალებებს იქ გეუბნებოდნენ რომ ყველაფერი კარგად იყო, ქვეყანა შენდებოდა, სამუშაო მილიონი სამუშაო ადგილი იქნებოდა ყოველწლიურად და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი იყო ბლეფი და ტყუილი. ამაში დარწმუნდა საზოგადოება, დარწმუნდა ქვეყნის მოსახლეობა. ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელებთ და შევქმნით ახალი სამუშაო ადგილები. დაახლოებით 60,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჩვენ კარგად გვესმის ეს ყველაფერი, რომ არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, კიდევ უფრო მეტი ტემპია საჭირო. საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი გუნდის მიერ წარმოდგენილი იყო ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პირდაპირ კავშირშია თუნდაც სამუშაო ადგილები შექმნასთან, ენერგეტიკული პროექტები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, იგივე ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებული პროექტები აწარმოეს საქართველოში, მაგალითად, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ქართული პროდუქტების წარმოების განვითარების შესაძლებლობას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით ნამდვილად მიამაყება დღეს მე ის, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე არის დაზღვეული და უსახსრობის უფულობის გამო ადამიანები საოპერაციო მაგიდებზე არ იღუპებიან. ეს ხო შეიცვალა, ეს ხომ დღეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვაქვს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ჩვენ თვითმყოფილები ვართ და აი ეს ყველაფერი გავაკეთეთ და ურამაგრები ვართ. ეს ნამდვილად არ არის. უამრავი პრობლემაა დღეს, უამრავი სოციალური პრობლემები აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და ერთადერთი ძალა დღეს ქვეყანაში არის პარტია ქართული ოცნება, ვისაც ამ პრობლემების მოგვარება და გადაჭრა შეუძლია. შეგიძლიათ მითხრათ, აი თქვენ ბრძანდებით თბილისის მერობის კანდიდატი. ძალიან ბევრი ადამიანისთვის არის საინტერესო. ერთი არის სიტყვა, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსმა თქვას, მეორე არის გეგმა. აი დავუშვათ მე ვარ ან ვიღაც სხვა ადამიანი პოტენციური ამომრჩეველი და გეკითხებით, მე ღარიბი ვარ, არ მაქვს სამსახური, რას მთავაზობთ? მოგახსენებთ, როგორც ასეთი მხოლოდ თბილისის მერია დამოუკიდებლად და ერთი მიმართულებით მხოლოდ მერია სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის. აქ არის ქვეყნის პოლიტიკა და ზუსტად ის პროგრამები, რაზეც მე ვსაუბრობდი, ითვალისწინებს იმას, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, თუმცა დედაქალაქს რაც შეეხება, მე მაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, მე გუნდს გულისხმობ, ჩემ გუნდთან ერთად საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ ჩვენ დედაქალაქში. ეს ყველა პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ეს იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება ძველი თბილისის რეაბილიტაცია, თუ ასე შემდეგ, არ დავკონკრეტდები, ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა იმისა, რომ შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ასე რომ ეკონომიკის სამინისტროს აქვს საკმაოდ საინტერესო პროგრამები იმისთვის, რომ ჩვენ ადამიანებს მივცეთ იმის შესაძლებლობა ახალგაზრდებს, რომ მაგალითად სტარტაპები დაუფინანსოთ, მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ აწარმოეს საქართველოს პროგრამის ფარგლებში, არის შესაძლებლობა იმისა, რომ ბიზნესი წამოიწყოს ადამიანმა, თქვათ, რეგიონებში, სოფლებში არის იმის შესაძლებლობა ამ პროგრამების მეშვეობით, რომ პატარა 5,000 ლარიანი სესხის მეშვეობით, რომელიცაც სახელმწიფო ეხმარება, არის შესაძლებელი, რომ ადგილზე იქ პატარა რამოდენიმე მეზობელმა კოოპერატივი გააკეთოს და ბიზნესი წამოიწყოს. ამ პროგრამების მეშვეობით შესაძლებელია ჩვენ შევქმნათ სამუშაო ადგილები, პლუს ამას ემატება ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც მე ვისაუბრე, ასევე ტურისტული მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი და დედაქალაქში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მზარდი პოტენციალი, რომელიც გაგვაჩნია, კიდევ უფრო დავაჩქაროთ, კიდევ უფრო მეტ ტურისტს მიეცეს იმის სურვილი, რომ თბილისში ჩამოვიდეს, რადგან ტურისტები და ტურისტული უბნების განვითარება ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს უკვე რესურსი უჩნდებათ, შემოსავალი უჩნდებათ, რადგან მეტი ტურისტი შემოდის იმ ადამიანს, მე სურვილი უჩნდება კაფე გახსნას, ბარი გახსნას და ასე შემდეგ. რა უამრავი პროექტებია, რომლის წარდგენასაც მე უახლოეს მომავალში ვაპირებ, თავისი კონკრეტიკით,
თავისი დეტალებით. აპირებთ მოაწყოთ ეს პრეზენტაცია. გუნდი ახსენეთ. ვინ არის თქვენი გუნდი? თუ გახდებით დედაქალაქის მერი, რა გუნდით წახვალთ? პარტიული კადრებით, თუ ყავთ შერჩეული დაუშვათ არაპარტიული კადრები და თუ შეგიძლიათ აი ხა სტუდიაში მაგალითად მითხრათ თუ გიფიქრიათ ვინ იქნება ვიცემერი, ვინ იქნება თქვენი გუნდის 1-2 ლიდერი თბილისის მთავრობაში. მიფიქრია და მოფიქრებულიც მაქვს, ეხლა ყველაფერს თქვენს გადაცემაში არ მეთქვით. მაგრამ იცით ვინ იქნებიან? ნუ ვжელობთ ამაზე გუნდში, მე მაქვს გარკვეული ჩამოყალიბებული ჩემი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნებიან, ვინ იქნება ვიცემერი, ვინ იქნება მოადგილეები და ასე შემდეგ. ამასაც უახლოეს მომავალში გავაცნობთ საზოგადოებას. რაც შეეხება თვითონ პარტიული კუთხით პრივილეგიის მინიჭებას, მე მგონი დავამტკიცე და ამაზე კითხვა არის მის, როდესაც ენერგეტიკაში მივედი, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ არც ერთი ჩემი მოადგილე პარტიის წევრი არ არის. მე ვარ ორიენტირებული შედეგზე. წინა ხელისუფლების კადრები ყავდათ და ამაზეც იყო ბევრი კითხვები. კარგი. წინა ხელისუფლების მაგასაც გავუსმევ, ხა? წინა ხელისუფლების დროინდელი არის მარიამ ვალიშვილი, ჩემი მოადგილე, რომელიც არის ძალიან მაგარი პროფესიონალი და არ ვიცი, მე ვფიქრობ, ენერგეტიკის დარგში ასეთი პროფესიონალები შეიძლება თითქმის ჩამოსათვლელი ყავდეს. ამიტომ მე ვარ ყოველთვის შედეგზე ორიენტირებული, რადგან ჩემი წარმატება, ჩემი თანაგუნდელების წარმატება პირდაპირ კავშირშია მთავრობის წარმატებასთან, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წარმატებასთან. მე ასეთი მიდგომები მექნება დედაქალაქის შემთხვევაში. მოდით გადავიდეთ თქვენს კონკურენტებზე, თუ შეიძლება, ჯერჯერობით რაც ვიცით, ეს არის ელენე ხოშტარია, ზაალ უდუმაშვილი, სავარაუდოდ ალეკო ელისა და კიდევ გამოჩნდებიან ალბათ სხვები. ვის განიხილავთ თქვენ აი მათ შორის ყველაზე სერიოზულ კონკურენტად და შეგახსენებთ რომ წინა არჩევნებზე აი ახალი მოსული როცა იყო ქართული ოცნება, მაშინ დასჭირდა ოცნებას მეორე ტური ნიკა მელიასთან და აი 5 წლის თავზე ოცნება, რომელიც უკვე ცოტა მობერდა როგორც ხელისუფლება, ფიქრობთ რომ პირველივე ტურში გამარჯვებას მეორე ტური სისუსტეთ ნამდვილად არ უნდა განვიხილოთ. მე მახსოვს 2012 წლამდე აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური მდგომარეობა იყო ქვეყანაში, რადგან თუ ლიდერს 90-98% არ ქონდა რეიტინგი, ნუ იქ რაიმე პოლიტიკურ მომავალზე საუბარი ზედმეტი იყო. ეს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა გვაქვს, ნამდვილი დემოკრატია გვაქვს ქვეყანაში და ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი დამსახურებაა და რა თქმა უნდა ხელისუფლებისაც. მეორე ტურს მე ვფიქრობ ეს არის ის რომ დემოკრატიის მიმართულებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ. თვითონ კონკურენტებს რაც შეეხება, ყველა თქვენს მიერ დასახელებული კანდიდატი და ნუ ეს ცნობილია ელისაშვილს მე მგონი ჯერ არ დაუსახელებია, მაგრამ 99% კონკურენტად განვიხილავ. დანარჩენი თვითონ თბილისის მოსახლეობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, თუ რომელ კანდიდატს რომელ ადგილს მიუჭირს. ეს ამორჩეულმა უნდა გადაწყვეტოს და მაგრამ აი ამ სამში ამ დასახელებულებში ყველაზე ძლიერი კონკურენტი თქვენთვის ვინა? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმოდგენილი კანდიდატები არიან კონკურენტები და მოსახლეობამ გადაწყვიტოს თუ რომელი კანდიდატი რომელ ადგილზე გავა. კარგით, მე როცა თქვენ საუბრობდით ენერგეტიკაში თქვენს მიერ გატარებულ განხორციელებულ პროექტებზე, იმ მომენტში არ შეგაწყვეტინეთ და მინდა რომ რეკლამის შემდეგ დაგისვათ კითხვა თქვენი ოპონენტებისგან წამოსულ ბრალდებებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს არის გაზპრომი. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნების თემა, რომელიც არაერთხელ იხსენეს ამ დღეებში, როდესაც გადაწყდა რომ თქვენ უნდა იბრძოლოთ თბილისის მერობისთვის. ეს არის კორცხელი. როდესაც გახურდება არჩევნები, კიდევ უფრო მეტ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, ცისრუეზე დაფუძნებულს. ეს ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა და მე ვფიქრობ, საზოგადოება საბედნიეროდ დღეს საქართველოში არის სხვადასხვა მედია საშუალებები და ყველა ნაციონალური მოძრაობის კონტროლის ქვეშ არ არის, როგორც იყო ეს 2012 წლამდე და თქვენ ინგა ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი და გახსოვთ იმედში როგორ შემოვარდნენ და ასე შემდეგ. საბედნიეროდ დღეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ის რასაც წლების განმავლობაში გვატყუებდნენ და ატყუებდნენ ქვეყნის მოსახლეობას, ეს შეუძლებელია. ასე რომ მე მზად ვარ ყველა კითხვას პასუხი გავცე და მაშინ რეკლამას გამოვაცხადებ და რეკლამის შემდეგ თუ შეიძლება მიპასუხეთ გაზპრომის თაობაზე, თქვენი პასუხი რა არის, როდესაც ოპონენტებისგან მოდის ბრალდება, რომ აი ოფშორულ ზონაში ოფშორული კომპანია
კომპანიის მეშვეობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომ არ ვიცით რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როდესაც რეკლამის შემდეგ დაუბრუნდებით, მე მზად ვარ გიპასუხოთ. ეს არის ძალიან დიდი რეკლამა მალე გაივლის ოპონენტების ბრალდებებზე და კიდევ ერთი თემა, რომელზეც მე მაინტერესებს თბილისის მერობის კანდიდატის პასუხი. იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში, შეძლებს თუ არა დაუპირისპირდეს გუნდს და თუ იქნება დამოუკიდებელი ფიგურა ხომარ ელის მარგველაშვილის ბედი. დაუბრუნდებით რეკლამის შემდეგ.